დღეს ვისაუბრებთ ენერგეტიკულ ქარიშხალზე, რომელიც ჩვენზე დესტრუქციულ ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ამ დესტრუქციის შემსუბუქება შეგვიძლია და დღეს ვისაუბრებთ ენერგეტიკული ქარიშხალის დესტრუქციის შემსუბუქებას და უამრავ ბევრ საკითხზე, რომელიც საკმაოდ სასარგებლო იქნება ყველა თქვენგანისთვის. მაშასე დავიწყოთ. ხშირად მოდიან ადამიანები და მეუბნებიან, რომ მძიმედ გრძნობ თავს. უცებ რაღაც დიდმა ტალღამ დამარტყა. იმავე დღეს მომწერს მეორე და იგივეს მეუბნება. მომწერს მესამე და იგივეს მეუბნება. და ეს ამბავი ეხება ენერგეტიკულ ქარიშხალს, რომელიც ჩამოივლის ხოლმე როგორც ტორნადო ან როგორც ძლიერი ქარი წვიმით, გაქუხილით და ადამიანებს გადაუვლის ხოლმე ყოველგვარი წინაღობების გარეშე. ეს ქარიშხალი გადის კედლებში და ყველგან. შესაბამისად, თქვენ ამის მიმართ დაცვა არ გაქვთ, რადგან თქვენ ისიც კი არ იცით, რომ ენერგეტიკულ ქარიშხალში მოხვდით. როგორი ხასიათი აქვს ენერგეტიკულ ქარიშხალს და როგორ უნდა იცნოთ ის? უეცრად ყოველგვარი მიზეზების გარეშე რაღაც მძიმე ტალღა ეცემა ადამიანს და გრძნობს სიმძიმეს, უენერგიობას, არაფრის კეთების თავი არ აქვს, თითქოს რაღაც საწოლზე ზემოდან აწვება და ადგომის საშუალებას არ აძლევს. როგორც წესი თავის ტკივილიც მოყვება, ყველას ინდივიდუალური რეაქციები აქვს, მაგრამ ძირითადი შეგრძნება ის არის, რომ საწოლიდან ადგომა არ გინდა, გარეთ გასვლა არ გინდა, არაფრის კეთება არ გინდა, ცუდად გრძნობ თავს. მაგრამ ეს შეგრძნება ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გაღვიძებული არიან და ფიქრების კონტროლი აქვთ, ემოციების კონტროლი აქვთ და განწყობის კონტროლი აქვთ. მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი კონტროლი არ აქვს, ამ ენერგიას, რაც ახლა აღვწერე სიმპტომები, ემატება აგრესია, გაღიზიანება და ყველა ის ნეგატიური ემოცია, რომელიც იწვევს კონფლიქტს სხვა ადამიანებთან. ეს ენერგეტიკული ქარიშხლები შესაძლოა იყოს კონკრეტულ ქალაქში, კონკრეტულ უბანში და კონკრეტულ ადგილზე, ლოკაციაზე. ნახეთ, კონკრეტულ ლოკაციაზეც. ამ ენერგეტიკულ ქარიშხალს იწვევს ადამიანების მიერ დაგროვებული ნეგატიური ფსიქიური ენერგია, რომელსაც კონკრეტული ადამიანები ასხივებენ ყოველდღიურად. ფსიქიური ენერგია რა არის? ორი სიტყვით რო აგიხსნათ, თქვენი თითეული ფიქრი არის უმაღლესი ძალის მქონე ფსიქიური ენერგია, რომელსაც აქვს უდიდესი ძალა. ადამიანები რა ფსიქიურ მდგომარეობაშიც არიან, ამ ფსიქიური ენერგიის კონცენტრატი გროვდება კონკრეტულ უბნებში. წარმოიდგინეთ, დაგროვდა დინამო სტადიონის ხელა შავი ბურთი და ეს ბურთი ერთად არის შეწეპებული, როგორც ეთი ეწეპება წყალში ერთმანეთს, ერთნაირი ენერგიები ერთად გროვდება. და ეს ენერგია რომ გროვდება, როდესაც კულმინაციას აღწევს, ეს ენერგია უკვე გადაიქცევა ტოქსიკურ ნივთიერებად. როგორც კი ტოქსიკურ ნივთიერებად და საფრთხის მომცველი ენერგიად გარდაიქმნება, მაშინვე პლანეტის სენსორები აქტიურდებიან, რომ ეს გასაწმენდია, დაგროვდა საკმარისი რაოდენობა და დროა გაიწმინდოს. და გაწმენდის პროცესში ეს ღრუბელი რო ჩაგვივლის ჩვენ, უკვე ჩვენზე ეს მოქმედებს, რადგან ჩვენ ამ მომწამლელ ენერგიას ვსუნთქავთ, მარტივ ენაზე ვიტყვი. როგორც ქარი აბნევს ღრუბლებს, ისე მიაქვს ეს ღრუბელივით ენერგია, მაგრამ სანამ გაიბნევა, ჩვენ ამ ჰაერს ვსუნთქავთ. აი ეს ენერგეტიკული ქარიშხალი ამიტომ მოქმედებს ჩვენზე. ჰაერში კი არ ორთქლდება. როგორც ქარი წმენს ღრუბლებს, ისე იფანტება და სანამ გაიფანტება, აი ამ მომენტში მოქმედებს ის ჩვენზე. ჩამოყალიბდეთ, ენერგეტიკულ ქარიშხალს იწვევს ადამიანთა ჯგუფის მიერ წარმოქმნილი ნეგატიური ფიქრები, სიტყვები, ქმედება, ნეგატიური ენერგიის გამოტყორცნა. ეს ენერგია შესაძლოა იყოს მთელი ქალაქის დღის განმავლობაში, რაც ნეგატიური ენერგიები და ფიქრები და სიტყვები დაგროვდა და გამოვიდა გარეთ ადამიანის ფიქრიდან პირიდან, ან შესაძლოა იყოს ლოკალური. განვიხილოთ სხვადასხვა მხარეები. ეს ყველაფერი არის ბუნებრივად წარმოქმნილი ნეგატიური ქარიშხლები, მაგრამ არის ქარიშხლები, რომლებიც დაგეგმილად არის წარმოქმნილი კონკრეტული ადამიანების მიერ. არის ენერგეტიკული ქარიშხლები, რომლებსაც ხელოვნურად იწვევენ ასტროლოგები და შავი მაგები ასევე, რომლებიც თავიანთ გვერდებზე ჰოროსკოპის პროცესებს აშიარებენ. ამ ენერგეტიკული ქარიშხლის გამოწვევი ფაქტორები არის ის ადამიანები, რომლებიც ჰოროსკოპს განაგებენ და ჰოროსკოპთან ერთად განაგებენ თქვენს ნებას, თქვენს ენერგიას, თქვენს ემოციას და თქვენს შედეგს. მაგალითად, გამოვა თქვენთვის საყვარელი ეზოთერიკოსი და გეტყვით, დღეს ყველა საქმე წასულია. ან გამოვა და დღეს დაბრუნებაა და ყველა ცუდად იქნებით. ან თქვენ დღეს ლომებო, მაგალითად საქართველოში რამდენი ლომია? 500,000 ან 9,500,000. ჰოროსკოპს ვინც განაგებს და ვისაც უსმენთ, გეუბნებათ, რომ დღეს თქვენ ცუდად უნდა იყოთ, რადგან ესეთი დღე გაქვთ. ბუმ! ერთდროულად დააფეთქა ყველამ ეს ნეგატიური ენერგია და შეგროვდა ერთად. 500,000 ადამიანი რომ ერთდროულად კონცენტრირებულად ერთად დააფეთქებს ამ ენერგიას და დღის განმავლობაში იქმნის ამ დღეს, თქვენი აზრით ეს რას იწვევს? ეს იწვევს ენერგეტიკულ ქარიშხალს. ცოტაოდენ ჰოროსკოპს რო შევეხო, მარტივად გეტყვით. ჰოროსკოპი არის ნამდვილი, მაგრამ ჰოროსკოპი არის 5% თქვენზე, რაც მოქმედებს. ყველა ეს ეზოთერიკოსი, რომელიც გეუბნებათ, რომ თქვენ ხართ ჰოროსკოპი და ყველა ასტროლოგი, რომელიც გეუბნებათ, თქვენ ხართ ჰოროსკოპი, თქვენ ხართ ჰოროსკოპის
95%. დანარჩენი 95% ხართ თქვენ, მაგრამ თქვენ გაიძულებენ გაგხადონ ის 5%. ნახეთ, ეს პლანეტები ყველაფერი თქვენზე მოქმედებს, მაგრამ 5%, დანარჩენი 95% თქვენ წყვეტთ. რა უნდა მოხდეს იმ დღეს? სულ რო ტაიფუნი მოვარდეს ჰოროსკოპის მიხედვით. ეს არის 5% და 95% ხართ თქვენ. ეს 5% თქვენზე არ მოქმედებს. თუ თქვენ ამაზე ნებართვას არ აძლევთ და თქვენ ამაზე ნებართვას აძლევთ, რომ დილით იღვიძებთ. ხვდებით რას გეუბნებით? თქვენი შესაძლებლობების 5%-ით გაცხოვრებენ, რომ ესა ხართ თქვენ. ისინი გეუბნებიან, რომ 5% ხართ თქვენ და რასაც ეს 5% გეტყვის, ის გააკეთეთ. სინამდვილეში თქვენ ხართ 95%, რომელიც პლანეტებზე და ყველაფერზე ზემოთ დგას. უფლის ნაწილის შვილი ხარ. დაუბრუნდეთ ენერგეტიკულ ქარიშხალს. კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს ენერგეტიკული ქარიშხალი? უამრავმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს ენერგეტიკული ქარიშხალი. რამე ექსტრავაგანტულ მაგალითს მოვიყვან. ენერგეტიკული ქარიშხალი შეუძლია გამოიწვიოს თბილისის მერიამ. What? კი, მოგიყვებით ერთ მაგალითს. რატომღაც თბილისის მერიამ გაცა ძალიან ცუდი ნებართვა კერძო ბიზნესმენის მიმართ და მეორე ხარისხოვან გზაზე, სადაც არ იყო საჭირო ღამის პირველიდან დილის 5-მდე პერფერატორით წარმოუდგენელი ხმით მუშაობა, 5 დღის განმავლობაში მუშებმა იმუშავეს აი ამ პროცესში. ეხლა რა ხდებოდა მთელი ამ 5 დღის განმავლობაში, ვინც კორპუსში ცხოვრობდა ირგვლივ, ჩემს უბანში ხდება ეს ამბავი. პირველ დღეს გრძნობ რაღაც სიმძიმეს. ხედავ, რომ ადამიანების ფსიქიური ენერგია არის ძალიან მძიმე და შავი. ეს ადამიანები რომ ისტრესებოდნენ ამ პერფერატორის ხმებით ღამის პირველიდან დილის 5-მდე, ეს ადამიანები სტრესის და ნეგატივის გამო ასხივებდნენ ნეგატიურ ფსიქიურ ენერგიას, რომელიც ერთ ადგილზე წებდებოდა იმ ლოკაციაზე. მეორე დღეს უკვე უბანში და ზოგადად ადამიანებში მდგომარეობა დამძიმდა. ჰაერში იყო ძალიან დიდი სიმძიმე. იცით ეს როგორი შეგრძნება უბრალოდ ის ადამიანები ამას ცნობიერით ვერ გრძნობენ. უბრალოდ ჩხუბის სურვილი უჩნდება ამ დროს ადამიანს და სხვადასხვა სურვილი, მაგრამ ვერ აცნობიერებს რა აწვება. როგორი ენერგიაა, იცით ეს? თითქოს მყარი მასა მოგაწვა, რომელიც წვავს და გამძიმებს და გკპრესავს. თან ნეგატიურ ფიქრებსაც იწვევს, იმიტომ რომ ეს არის პროგრამები. ნეგატიური ვიღაცა ფიქრობს, იმის კუბუ, ხდები წყევლები, ის ყველაფერი ხარი უკვე. ეს არის ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრატი, რომელიც შემდეგ უკვე არის როგორც ენერგიის წყარო ასხივებს უკანვე, ეს ენერგეტიკული ბურთი, რომელიც ერთად იკრიბება და მე ამ ხალხს აბინძურებს. მოკლედ რომ თქვა, მესამე დღეს უბანში ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდა, აი ძალიან ცუდი რაღაცეები. მეოთხე დღეს ისეთი რაღაცეები მოხდა უბანში, რომელიც ფაქტობრივად არც მომხდარა. რატო? იმიტომ რომ ეს უბრალოდ რაღაც ფსიქიური გაღიზიანება კი არ იყო. იქ იყო უკვე ენერგეტიკული ქარიშხალი. რეალურად ფსიქოლოგია, ენერგია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, ყველაფერი არის ერთად, ერთ სინქრონში. უბრალოდ ჩვენ დაგვიშალეს ეს ფენება, თვითონ ეს ცალ-ცალკე არის. ყველაფერი არის ერთად. მე რასაც საუბრობ, ყველაფერი ჩდება ანატომიაში, ფსიქოლოგიაში, ენერგიაში, ეზოთერიაში, სინქრონში მუშაობს ყველაფერი მე რასაც ყვები. ნებისმიერი მოვიდეს ჩემთან და მითხრას, რომ შენ რასაც საუბრობ, ნეირობიოლოგიაში არ ჯდება, ან არ ჯდება ბიოლოგიაში, ან არ ჯდება ფიზიკაში. ვერ მეტყვის მაგას, იმიტომ რომ მე რასაც საუბრობ, ყველაფერი გამოკვლეული მაქვს ყველა მეცნიერებაში და მე გაერთიანებული მაქვს და მაშინ ხვდები ჭეშმარიტება რა არის. ჭეშმარიტება თუ გინდა მიხვდე რა არის, უნდა გამოიკვლიო რაღაც ყველა ფორმაში და არც ერთ ხელს არ უნდა უშლიდეს, არც ფსიქოლოგიას, არც ნეირობიოლოგიას, არც ფიზიკას. ერთად უნდა იყოს ყველაფერი. ეს არის ჭეშმარიტება, როდესაც ყველაფერი არის გაერთიანებული ერთად. ეს პროცესები მიდიოდა. შესაბამისად, ენერგეტიკული ქარიშხალი შეიძლება გამოიწვიოს აი ესეთმა კონკრეტულმა გაღიზიანებებმაც. ენერგეტიკულ ქარიშხალს იწვევს ბევრი რამ და ეს შესაძლოა იყოს ასევე ლოკალურიც. გვერდით დაუბრინდან წამოსული კი არა, ან ქალაქიდან წამოსული კი არა, არამედ ენერგეტიკული ქარიშხალი შეიძლება შეგიქმნათ მეზობელმა 10 მეტრის რადიუსში. მაგალითად, კედლის მეზობელი თუ ძალადობს თავის ოჯახის წევრზე, ეს აგროვებს ნეგატიურ ენერგიას, შემდეგ ეს ენერგია გროვდება, ფართოვდება და თქვენ ამ ენერგიის ზონაში ექცევით. ამ ენერგეტიკული ბურთის ზონაში 10 მეტრი, 20 მეტრი გაიზარდა. თქვენ შესაძლოა ლოკალურადაც მოექცეთ მეზობლის ენერგეტიკულ ქარიშხალში. ესეც არის. ამიტომ ესეთ დროს რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ გადააგოროთ ის დღე, უბრალოდ თქვენში მშვიდ და არაფერზე არ იფიქროთ, არაფერზე არ აყვეთ, ეს თქვენი სტრესი არ არის, ეს უნდა გადააგორო. და არ უნდა გქონდეს იმის ამბიცია, რომ წამოხვდები მე მაგრად პოზიტიურად ვიქნები და ამის თავი რო გაგ უფრო ცუდად ხდები. რატო? იმიტომ რომ შენ ქარიშხალში რომ მოყევი, უნდა ჩაყვინთო სიმშვიდეში. ამიტომ, როდესაც ენერგეტიკულ შტორმში მოხვდებით, ეს თქვენ თავზე არ მიიღოთ და გააცნობიერეთ, რომ ეს არის ზოგადი გარემოს ცუდი ენერგეტიკული ამინდი. როგორც ჩვეულებრივი
ამინდი. ხშირად ცდილობენ ადამიანები ამ დროს რომ პოზიტიურად ვიქნები და უფრო გადავაგორებ, რას გადააგორებ, რა პოზიტივით უნდა გადააგორო. ტორნადოა გარეთ. უბრალოდ შეაფარე თავი უსაფრთხო ადგილზე. არ არის აუცილებელი პოზიტიურად იყოთ იმ დღეს. საკმარისია უბრალოდ თქვენთვის იყოთ 7-ში. არც კარგად, არც ცუდად, რომ გადააგოროთ ეს ამინდი. ხვდებით, საქმეა იმაშია, რომ ეს ამინდი უნდა გადააგოროთ. მომენტი აქ ეს არის და არა ის, რომ უნდა წამოდგე ფეხზე და ქარიშხალი რო გიბერავს და უნდა წამოდგე და წაგიღებს. ხო? უბრალოდ თქვენ ეს ამინდი უნდა გადააგოროთ იმით, რომ დაელოდოთ როდის გადაივლის. მეორე დღეს. როგორც წესი, ერთ დღეში იწმინდება ეს. ეხლა თუ ერთ დღეში არ გადაიარა და მეორე დღე და მესამე დღეა ეს ენერგეტიკული ქარიშხალი არ არის, რაღაც პარაზიტი მოგეკრათ და ესეც უნდა გამიჯნოთ. მაგრამ როგორც წესი, ეს ენერგეტიკული ცუდი ამინდი მეორე დღეს გადაივლის. უკვე გაიწმინდება ის სივრცე. და ეს პროცესი ესე ციკლურად მოძრაობს. ერთი ჭეშმარიტება დაიმახსოვრეთ და ეს ჭეშმარიტება არა მარტო ენერგეტიკულ ამინდს ეხება, არა მარტო ფიზიკურ ამინდს ეხება, არამედ ეხება ყველაფერს. დაიმახსოვრეთ, ცუდი ამინდის შემდეგ განურჩევლად ყოველთვის გამოდის კარგი ამინდი. კარგი ამინდის შემდეგ ყოველთვის განურჩევლად არის ცუდი ამინდი. ეს ეხება როგორც თქვენს ფიქრებს, როგორც ენერგეტიკულ ამინდს, ისე ფიზიკურ ამინდს. ამიტომ თუ ცუდად ხართ, იცოდეთ რომ აუცილებლად კარგად გახდებით, უბრალოდ უნდა გადააგოროთ და დაელოდოთ როდის გამოიდარებს. და ვინმეს თუ გონია რომ არ გამოიდარებს, ეს არის აბსურდი, ეს კანონზომიერებაა, რომ ცუდი ამინდის შემდეგ კარგი ამინდი გამოდის, მაგრამ თქვენ თუ ცუდ ამინდს გააძლიერებთ თქვენი შინაგარი ნეგატივით და ხელს შეუწყობთ, თქვენი ეს ცუდი ამინდი არასოდეს არ დამთავრდება, ისეც არის. ამიტომ პასუხი იმის თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ენერგეტიკულ ამინდს არის ერთი. უბრალოდ 7-ით გადააგორეთ ის დღე ყოველგვარი აქტიურობის გარეშე. გადააგორეთ ის დღე, როგორც ცუდი ამინდი.